მოგესალმებით ბაკური ანითასიდან. ტურნირის ბზიური საჩუქურთო კორტები მას მისლობს. უფრო მასშტაბური ტურნირი გვაქვს, წყვილთა თანრიგი დაგვემატა. დღეს არის ტურნირის ბოლო დღე. ტურნირი დაიწყო 21 რიცხვში და დღეს არის 24. ეხლა სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყება ფინალური მატჩები. ფინალში გასულია ჩვენი ეგობარი, ლეგენდა კაცის ვიად კალმახელიძე, რომელსაც სულ ყველა კულ შემატკივრობს. ცოტა მიკერძოებულები ვართ, მაგრამ რა ვქნათ. მისი მეტოქე იქნება თარაშ კიკალეიშვილი, რომელიც ყოფილი ჩოგბურთელია, უკვე ვეტერანი, თუმცა განსხვავებულ და საუკეთესო ფორმაში იმყოფება. პირველი წლის შეხვედრაში ბლიასთან შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშე, განსაკუთრებით პირველი სეტი, რომელიც მოვიგე 4-1, თუმცა შემდეგ რამდენიმე უნებლიე შეცდომა და ნელა უპირატესობამ ბლიასკენ გადაინაცვლა. დაძაბულ ბრძოლაში ტაიბრეიკზე გამოუყენებელი მატჩ-ბოლების ფონზე 11-9 წავაგე სამწუხაროდ. მეორე დღეს წყვილთა თანრიგის მატჩები დაიწყო, თუმცა წვიმამ ბოლომდე აქაც არ გვაცადა. თვითონ მატჩი ვერ წავიდა ისე როგორც ჰქონდა დაგეგმილი. თან ჩოგბურთის პოტასებით სახში დამრჩა და კორტი უკვე სრიალებდა საკმაოდ. თუმცა დიდი მადლობა ჩემს წყვილთა თანრიგის პარტნიორს ნიკას ვანიძეს. შემდეგში უკეთესი იქნება ჯიბა. ბაკურიანის დასმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია სატელევიზიო სივრცეში და ფინალების დღეს ამინდის ხელშეწყობის ფონზე რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერეთ. ჯამში დაახლოებით 120 მონაწილე მიიღო მონაწილეობა ქალთა ფინალებში, ამაკაცებში და ასევე ამაკაცების ფლოტაშანი. ჩვენთან არის ჩვენი დღევანდელი ფინალისტი, რომელმაც ეხლა დაასრულა თამაში და ნახევარფინალში გაიმარჯვა. აბა როგორ გწურთავს? ძალიან ბედნიერი ვარ. შერგელასა თამაში ყოველთვის ძართულია, მაგრამ დღეს არ წავიდა რა, მაგისი დღე არის თქვა და კარგია რომ შედარებით მარტივად მოვიდე და წინ ფინალი მაქვს, ურთულესი ფინალი მაქვს და იმედია რომ გავიმარჯვებ და ეს ძალები რაც დავზოგე, ასე თქვა და ჩემმა მოწინააღმდეგეებს მაჩუქა, იმედია ჩავდე ყველაფერს ფინალში და უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად. ანგარიშით ასრულდა თამაში მაყურებლებს რა უთხრათ? 6-2, 6-1 მოვიდე. კარგი თამაში იყო ძალიან და მაინტერესებს აქამდე როგორ მოხვედი რა თამაშები იყო, რამდენად გაგიჭირდა? რო გითხრა ძალიან გამიჭირდა თქო მოგატყუეთ რა, ძალიან კარგად გავიარეთ ყველაფერი, კაი ფორმაში ვარ, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ფინალში იმედია რომ კიდე პროგრესირებას გავაგრძელებ და მაქსიმუმს ჩავდე. აი ზვიოს რომ იცნობდეთ, როგორც მე ვიცნობ, აი მიხვდებოდით რომ უმარტივესი იყო მისთვის ყველა განვლილი თამაში. კარგი, მოდი ახლა წინასწარი პროგნოზი გავაკეთოთ და თქვათ, შენი აზრით რა ანგარიშით დასრულდება თამაში? ფიქრობ რომ იქნება 3 სეტი. პირველ სეტს ფიქრობ რომ მოვიგებ. მეორე სეტს წავაგებ და ტაიბრეიკში მოვიგებ. აი ანგარიშით რო გითხრა, რამდენით მოიგებ შენი აზრით და მე მეც გეტყვი ჩემს ვერსიას. 6-4 მოვიგებ. 6-4 წავაგებ. და 10-7 მოვიგებ. კარგი, მეც ვიტყვი ახლა ჩემს ვარაუდ. 7-5-ით დასრულდა. ვინ მოიგებს? პირველი და შენ მოიგებ. მეორეში ჩემი აზრით მესამე არ იქნება ტაიბრეიკი, არ იქნება საერთოდ. ანუ ორსეტში მოვიგებ მე? ხო. ჩვენ ჩვენ საგულშემატკივრად ვემზადებით ესე რომ შენკენ ვარ ცელი გოლით და სულით. ეს მიკერძოებული გამოდის, მაგრამ არა უშავს, ან ჩემ ერთ-ერთი მწვრთნელია. მინდა აღნიშნო რომ წავაგე წინა ტურნირი აპოსტაცის ნახევარფინალი, ვიდეოც ჩავწერე, გავაზიარე კიდევაც რომ პირობა დავდე რომ ბაკურიანს მევიგებ თქო და ფინალში ვარ და ვნახოთ აბა რა იქნება. რა იმედია ყველაფერი განაცემის. ჩვენ ახლა გადმოვინაცვლოთ გულშემატკივრებთან ერთად და მაინტერესებს მათი აზრი. რა თამაშს უყურებთ, აბა ვის თამაშს უყურებთ? პირველად ვესწრები. გადავინაცვლეთ ქალთა თანრიგის ფინალში და გულშემატკივრობთ ერთობით. თქვენი საყვარელი ჩოგბურთელი რომ დაგვისახელოთ? როჯერ ფედერერი. არ გვიკვირს საერთოდ. თქვენი საყვარელი? 2 ხმა. როჯერ ფედერერის 3 ხმა. რაფაელ ნადალი მამაკაცებს შორის და ქალებს შორის სერენა უილიამსი. თქვენი საყვარელი ჩოგბურთელი? ზვიად კალმახელიძე. ეხლა გულშემატკივრობ ცოტა ხანში. დღევანდელი გამარჯვებული ვინც იქნება ჩვენი პროგნოზებით? ზუსტად ზვიო არის შენი საყვარელი ფავორიტი. ჯერ ვინც გაიცნო და ვინც იცის?
დაო, შენი კომენტარი გააკეთე დღევანდელ თამაშებთან დაკავშირებით. ქალების თამაში სხვათა შორის პირველად ვესწრები და საკმაოდ საინტერესო არის. შემდეგ უკვე ველოდებით ფინალს. ის გულშემატკივრო ფინალს. ზიო რა თქმა უნდა. თქვენი აზრით, რა დაფიქსირებულა მაქსიმალური სიჩქარე ჩაწოდების კილომეტრ-საათებში რომ გითხრათ თქვენი პასუხი? 156. ვანცა, შენი აზრით? 119. წარმოდგენა რა მაქვს, მაგრამ თითქოს მენია რომ 180-ზე ზევით შეიძლება განავითაროს კარგი სარეიტინგო ფულის ნებისმიერმა ჩოგბურთელმა. 240-დან 260-მდე კაცებში და ქალებში 200-დან 210, 220 ხადახა. სწორ პასუხს გვეტყვის ჩვენი ორგანიზატორი. ენდი როდიქს, ივო კარლოვიჩს და სემ გროტს აქვს დაფიქსირებული ეგეც ერთეულ შემთხვევებში რა. 263 იყო მგონი გროტის, მაგრამ არ ჩაითვალა, იმიტომ რომ არ იყო ოფიციალურ ტურნირზე, მერე კარლოვიჩის და როდიკის, ოღონდ 255-ები ეგენიც. დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა, მოკლედ ამომწურავი. ჩვენი კითხვით გადმოვინაცვლე ბაკურიანის ულამაზეს გოგოებთან, რომელიც წარმომადგენლები არიან და ალამაზებენ 4 დღის განმავლობაში ჩვენს ტურნირს. როგორც ვიცი, ჩოგბურთთან აქამდე არ ქონიათ შეხებები და ამიტომ ძალიან საინტერესოა, რა პასუხს დააფიქსირებენ კითხვაზე. თქვენი აზრით, რა ყოფილა მაქსიმალური სიჩქარე ჩაწოდების კაცების თამაშის დროს კილომეტრ-საათებში უნდა დამისახელოთ? აბა შენი ვერსია ულკა. ჩემი აზრით იქნება 179. ოკეი, ნახოთ. 125. კარგი, სწორი პასუხს ბოლოს გავიგებთ ყველა ერთად. რამდენი თქვა? 200 რამდენი იყო? 255-დან 255-მდე ყოფილა თურმე, აჰა. კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, ახლა ძალიან საინტერესოა. თქვენი აზრით, რა ჯდება ერთი კორტის გაკეთება? ჩემი აზრით 2500-მდე დაჯდება. ნახოთ ახლოს არის თუ არა და შენი აზრით რამდენი დაჯდება კორტის გაკეთება? 3000. ლარებში, ხო? დოლარი, ევრო, რამე არა, ხო? არ მოუმატებთ არც ერთი. აი, ცოტა ზემოთ არის და აბა ხوار ვიტყვი მაშინ მე ანუ $2500 რაღაც ეგრე? რა თქმა უნდა, არა. ახლა საფარი არის და ის არის რა ქვია, ბადე. და დახაზულია უბრალოდ საღებავით, ხო? რა თქმა უნდა. საღებავს სადღაც ესე, აი 100 ლარი თქვი საღებავი. ეგრე 2000 ვერავედით მაშინ. კარგი, მეგობრებო, ანუ ხუმრობთ. რამე ისე არ მიიღოთ, მაგრამ ეს ძალიანად იყო თავიდან ბოლომდე დადგმული და ხუმრობა. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო და ბოლოს მიხვდებით, რომ ძალიან სახალისო პასუხები იყო. კი, იმიტომ რომ ვიტყვი აქვე გეტყვით რომ იცოდეთ ზოგადად, დაახლოებით 50000 დოლარი ჯდება ერთი კორტის გაკეთება. ხო, ნუ მე ძალიან იაფში გამოვიყვანე, მე კეთილი გოგო ვარ და. ოკეი. ეს რა ფლაიერები გვაქვს? ეს შენ YouTube არხის ფლაიერები არის და ეს ვინ დამზადა? რომ გამოიწეროთ. კარგია. ზეო მიდით.
თასის 21-ის შოქურის ტურნირს, რომელიც ჩატარდა 3 კატეგორიაში. ხალხთა ერთეულთა თანრიგში ჩვენი ფინალისტი, დამსახურებული მებრძოლი ნინო ესებუა. ხალხთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული მარიამ ლაბაური. მარიამ მეცემა და ავტობუსიდან სამრიანი ვიწყებს აუჯერო სოკადოა და 2000 მარიანი გულოთი ჰოსპიტალი და ასევე საქსური ინახავს ევროპის ჩემპიონი top 10-ის მოთამაშე არაშაკი კალეიშვილი. და გამოვაცხადო მოყარული 130 წამები მიყვარხარ ყველა ძალიან დიდი მადლობა თქვენ გარეშე გამორიცხული პროგრამები მიყვარხარ არ ვიცი შესანიშნავი გარემო იყო 4 დღე გავატარე დაფაში ამირიდა ფერესტი ყოდა მიდეთ ჩვენი მამია გილოსავ, როგორც გითხარით, აი სვიომ გაიმარჯვა და თან თქვი როგორი ანგარიშით? შოკია უბრალოდ 7-5 მოიგე პირველ სეტს და 7-5 მოვიდე რა. ანუ ეგეთი რაღაც არ ვიცი, არ არსებობს უბრალოდ. და მე ისიც თქვი რომ მეორე სეტს ტაიბრეკის გარეშე მოიგებო და მოვიგე 6-4. ძალიან დიდი მადლობა შენ და არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. რას თქვი, ასრულდა ღმერთის წყალობით, თქვენი მხარდაჭერი და აუ ბედნიერესი ვარ რა. ეხა ემოციებში ვარ და მეც ვერაფერს ვერ ვეთქვი რა. რომელსი მადლობა. გილოსავ და ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები კიდევ ყველა ტურნირზე. კარგად, მადლობა. დასრულდა პაკურიანის თასი, აი როგორც მოველოდით კი არა და იმედე როგორც მე ვთქვი, როგორც მოველოდით კი არა, ზუსტად როგორც ივარაო და პროგნოზი გამართლა, ძალიან იშვიათად გამოსაცნობი პროგნოზი იყო, მაგრამ საბედნიეროდ გამართლა. იმიტომ რომ ჩვენმა ფავორიტმა და ჩვენმა მეგობარმა სვიომ გაიმარჯვა როგორც თქვით. ძალიან დაძაბული, ემოციურად პირველ რიგში დაძაბული თამაში იყო, ძალიან მაღალი რითმი თამაშის, მაყურებელი გულშემატკივარი, ნუ აი მაყოფილები ვართ, ხო? ძალიან კარგად ჩაიარა ამ 4 დღემ, საკმაოდ დამყლელი იყო, ემოციური, მაგრამ ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი. შემდეგ ტურნირამდე გემშვიდობებით, ხო? ბადროებით. ეს რა თქმა, ესე თამაში ვერ უჯებოდი. წელს ტურნირი უფრო მასშტაბური გახდა. რა დღეა სადვარ რამე? ფინალში გასული არის ჩვენი მეგობარი, ლეგენდარული კაცი სვიათ კალმახელიძე. ახლოს თუ არ გახაზრი? ოკეი. რა ანუ ეგეთი რაღაც არ არსებობს. და მე ისიც თქვი რომ მეორე სეტს ტაიბრეკის გარეშე მოიგებო და მოვიგე 6-4. ძალიან დიდი მადლობა. ობძანდით, ეხა შენ. გამოვიდა სამილოს. ვეღარ ვძენდი. იმედია სვიო მოიგო. ხო, შო. აი, გამი.